საქართველოს პროკურატურამ კრიპტოვალუტის გადამცვლელ ოფისში მომხდარი ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე ბრალდება კიდევ 5 პირს წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის 30 ოქტომბერს ქალაქ თბილისში მდებარე კრიპტოვალუტის გადამცვლელ ოფისში ბრალდებულები ჯგუფურად სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუხარით ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით თავს დაესხნენ აღნიშნულ ოფისში მყოფ პირებს და მართსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ ოფისის და იქ მყოფი მომხმარებლების კუთვნილ დიდ ოდენობით თანხას 810,300 ამერიკული დოლარის, 110 ევროსა და 6,500 ლარის ოდენობით. ვინაიდან ბრალდებულები თავს არიდებენ საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას და იმყოფებიან მიმალვაში, მათ დაუსწრებლად წარედგინათ ბრალდება დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე, რაც სასჯელის სახით და ზომად 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. ძებნილი ბრალდებულების ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით ტარდება ყველა შესაბამისი ღონისძიება. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმეზე დაკავებულ 2 პირს ბრალდება წარდგენილი აქვთ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე და პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე შეფარდებული აქვთ პატიმრობა.